მოგესალმებით. თითოეულ თქვენთან გასულყოს მადლობა იმის, რომ გამოზარებთ ჩემი არხი, იმის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ. ვინც არ მიცნობთ, გაგაცნობით, მე ვარ კატო. მოკლედ ცოტა ჯანმრთელობის გამო მომიწია, რომ დამენებებინა თავი სამუშაო მდგომარეობას და მადლობა ღმერთს, რომ გამოგეცდა ყველაფერი და დავიწყე ისევ აქტიური მუშაობა, აქტიურად ჩართვა იმაში, რასაც ვაკეთებ და მოკლედ პირად გაშლებში კვლავ შეგიძლიათ მითითებულ ნომერზე მომწეროთ და მიიღოთ თქვენთვის სასურველი მომსახურება, ხომ? რაც შეეხება როგორც ყოველთვის, ისეთ ხოლმე რომ თვის დასაწყისში ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე აქციას, რა თქმა უნდა, ეხლაც იგივენაირად იქნება, აქცია იქნება აუცილებლად და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ახლოვდება უკვე ახალი წელიც და ძალიან საინტერესო იქნება, როგორ იქნება შემდეგი წელი, ხო, როგორ დაიგეგმოს, ან როგორ მოხდეს რაღაცა გადალაგება სიტუაციების, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც ვფიქრობ, რომ შესაძლებელია, რომ გავაკეთო აქცია ალბათ უფრო სადღაც 10 რიცხვიდან და ნახოთ შემდეგი წელი როგორ იქნება, რა იქნება უპირატესად, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ან რას უნდა ერიდოთ და ასე შემდეგ. შეგახსენებთ ასევე, რომ ვაკეთებ ჰილისმებს, შესაძლებელია, რომ შევუკეთოთ ისიც სამაჯურების სახით არის ხოლმე ძირითად შემთხვევაში, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი მოსახმარია, თუმცა სხვადასხვა კუთხით მაგალითად არის ხოლმე, როდესაც მამაკაცებს უჭერთ ხოლმე ახლა სამაჯურების ტარება და მათთვის, ასე ვთქვათ, გასაღების ბრელოქს რო ეძახიან, ხო, გასაღებზე დასაკიდი უკეთდება და რა თქმა უნდა თანატარებენ ამ შემთხვევაში ხომ მოკლედ აი ესეთი კიდევ სანთლებთან დაკავშირებით ასევე შეგიძლიათ რომ სანთლები დამხტული სანთლები, რომელიც არის პირადი ურთიერთობისთვის, რომელიც არის ფინანსებისთვის, დაცვისთვის და წმენდებისთვის, შეგიძლიათ ისეთ შევუკვეთოთ
ძალიან ბევრი შეიძლება ვიღაცა აპირებს რომ წლის ბოლოს რაღაც სწავლას მიყოს ხელი ან უბრალოდ გადაალაგოს თავის ცხოვრების ასე ვთქვათ სიტუაციები ხო ანუ ეს არის დასაწყისი იმის რომ როგორ გაატაროთ ვთქვათ შემდეგი წელი ხო როგორი იყოს თქვენთვის 2026-ში რა გადაიტანოთ რა დატოვოთ 2025-ში ყოველ შემთხვევაში თქვენი პირადი ენერგიები იქნება ძალიან ინფორმირებული ესე ვთქვათ გადაფასება მოხდება თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი საკითხის გადახედვა მოხდება რა გიშლით ხელს რა აღარ გჭირდებათ რა აღარ გემსახურებათ ხო აქ ძალიან ბევრ საკითხთან გექნებათ ფაქტობრივად ცვლილებების დეკემბერი გელოდებათ ესე რა ვთქვათ მოდით ნახოთ ხო ანუ ძალიან ესე ვიტყვი რომ მართლა საოცრად აქტიური არის იმიტომ აქ გადაწყვეტილება უკვე არის ის მდგომარეობა რომ მე რაღაც უნდა ვიმოქმედო სადღაც უნდა წავიდე აღარ მადგება ის სამსახური ის ურთიერთობა ის რაღაცა ჩემი სიტუაციები რომელიც აქამდე მქონდა და რაღაცნაირად უნდა გადავიდე ახლის მდგომარეობაში აქ შესაძლებელია ვიღაცისთვის იყოს რაღაცა ესეთ მომენტში შიშების დაძლევის მდგომარეობა ხო რაღაც მეშინია რაღაცა დავიწყო ახალი მაგრამ ნუ ამ შიშზე ვიმუშავებ ხო ანუ ვიღაცისთვის შეიძლება ეს ფსიქოლოგიური კუთხით მუშაობასაც ნიშნავდეს ვიღაცისთვის შესაძლებელია იყოს ის მომენტი რომ აი ხვდები რომ აშკარად რაღაცა მიშლის ხელს და გავარკვიე რომ ანუ გამორკვევაში გავარკვიე რომ ეს იყო რაღაცა ნეგატიური ხაზები რომელიც სხვა შეიძლება გენეტიკა ანუ საგვარეულოდ ამოდიოდეს ან უბრალოდ ჩემზე იყოს რაღაცა და დავიწყე ამაზე მუშაობა ხო ანუ დავიწყე ის მომენტი რომ მე ეს მოვიხსნა ანუ ყოველ შემთხვევაში მიმართო სპეციალისტს ხო აქ აშკარად თქვენი მიზნები ანუ მიმართულებების მიცემის პერიოდი არის დეკემბერში თქვენთვის ანუ ზოგადი ენერგიებით ესე ვთქვათ მიმართულებას მისცემთ თქვენი ცხოვრების შემდეგ წელს როგორი უნდა იყოს ხო რაღაცა დავხურეთ რაღაცა მივხვდით რომ არ არის ჩვენი რაღაცნაირად გადავაფასეთ და თქვათ რაღაც მომენტში რომ გქონდათ რაღაც ესე თქვენი სურვილი მივხვდით რომ ეს სურვილი მლად ისე არ გინდათ როგორც გეგონათ და ან შეცვალეთ ანუ ყოველ შემთხვევაში დეკემბრის თვე პირველი ვარიანტისთვის არის ძალიან ისე აქტიური შინაგანი და გარეგანი გადახედვების. კარგით, ფინანსური კუთხით. ფინანსური კუთხით აქ შესაძლებელია რაღაცა ახალი იდეების მდგომარეობაც გამოიცხადოს. ნახეთ, თქვენ შესაძლებელია რა ზუსტად ამ აქტიურ მდგომარეობაში იმასაც აღიქვავდეთ, რომ გაანალიზება გავუკეთოთ იმას, რომ სამსახური რომელსაც ხართ, ან უბრალოდ შეიძლება არ გაქვთ სამსახური და სხვა რაღაცა საქმეს აკეთებდით და მიხვდით, რომ ანუ რაღაც მოხდა ისე, რომ ფინანსურად ცოტა ნაკლები შემოსავალი აქვს, ხო, ბოლო პერიოდში თქვენ საქმიანობას. მოგაგიჩნდეთ შესაძლებელია რაღაცა დამატებითი შემოსავლების წყარო, სურვილი, მიზნები, ანუ დაიწყებთ ფინანსური კუთხით ახალ გამოწვევებზე მუშაობას, ხო, ახალი იდეების მოფიქრება, ახალი სამსახურის მოძებნა, თუნდაც დამატებით, თუნდაც, ნუ შეხა შეიძლება ვიღაცის დამატებაც არ იყოს და ცვლილება იყოს, იმიტომ რომ აქ როგორი მომენტიცით, აი, მიხვდებით, რომ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაც სამსახურიდან წამოსვლის მდგომარეობაც იყოს და აქ მიხვდებით, რომ ძალიან გეტკინებათ, თქვათ რაღაცა მომენტში შეიძლება ეს რაღაც თქვენთვის ამ ეტაპზე ისეთი მომენტი იყოს, როდესაც ყველაფერი ერთად და თან ამ საახალწლო პერიოდში ნუ რაღაც რთულია დაკარგო სამსახური ან შეიცვალო უბრალოდ გადაწყვიტო რომ ნუ მე აღარ მემსახურებ და კეტა უცვლი და ასე შემდეგ მაგრამ განახლებაც ახლოს არის არ არის ისე რომ აქ განახლება არ იყოს უბრალოდ როგორი მომენტია თითქოს აქ ადამიანი ძალიან ემოციურად უყურებს ფინანსურ სიტუაციას ანუ ემოციურად უყურებს რა კუთხით იცით შეიძლება ძალიან ბევრი ვალდებულება გაქვთ ძალიან ბევრი პრობლემა გაქვთ თქვათ ხო რაღაცა ვიღაცა ვალებს იხდის ვიღაცა ქირით არის ვიღაცას სხვა ადამიანის დახმარება უწევს ხო რაღაცა ოჯახის წევრების და ასე შემდეგ თუმცა აქ ესე კეთოთ რომ აქ არ იქნება ძალიან დიდი პრობლემა იმიტომ რომ აქ დაგიდგებიან გვერდში ის ადამიანები რომელსაც თქვათ ეყრდნობით და ვისი იმედით შეიძლება რომ გქონდეთ
და თქვენ არ იქნებით ძალიან ცუდ სიტუაციაში ფინანსურად, უბრალოდ შეიძლება რაღაცა ცოტა ემოციურად უფრო გქონდეთ შიშებიდან გამომდინარე, რომ აი რა იქნება ხვალ, მაგრამ ყველაფერი დაალაგდება, იმიტომ რომ თქვენ ახალი პერსპექტივები და ახალი იდეები გამოგივათ, ახალი აზრები მოგივათ და შეიძლება ბიზნეს გეგმებიც და აქედან გამომდინარე თქვენი სიტუაცია ძალიან კარგად დაალაგდება და ძალიან სასიამოვნო იქნება ფინანსური კუთხით. თუმცა პატარ-პატარა. შეიძლება ითქვას ერთი კიდე ის მომენტი, რომ ანუ არის ისეთი სიტუაცია, როდესაც ძალიან ბევრი ხარჯი არის ხოლმე დეკემბრის თვეში და ნუ მოგიწიოთ რაღაცნაირად ცოტა შევიწროვება ამ ხარჯის ხო რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცებისთვის გადაიხადოთ ან დახატოთ. კარიერული კუთხით. კარიერული კუთხით გეტყვით, რომ ანუ კი ბატონო, აქ არის ნამდვილად რაღაცა უფრო როგორც ჩანს თქვენი ცვლილებები პირველი ვარიანტის რაღაც წინსვლაზე არის. კი, არის აქ ისეთი მომენტი, როდესაც თითქოს და აი თქვენი განვითარება, რომელიც რაღაც ერთ ადგილას გაჩერდა, იწყებს აღმავლობას, ხო? ნუ აქ შეიძლება ითქვას, რომ თქვენც გქონდათ გაჩერებული მომენტი და მაგით მოდით ვნახოთ. ხო, აქ აშკარად იწყებს ახლიდან შევსებას თქვენი ენერგიები და თქვენი სურვილები და მიზნების. ნუ აქამდე თუ თქვენ რაღაცა დაბრკოლებები გქონდათ კარიერული კუთხით, წინ ვერ მიდიოდით, ანუ ვერ ვითარდებოდით, რაღაცა დაწინაურება არის თუ თქვენ თვითონვე, ну ხა ვისაც თავის ბიზნესი აქვს რა დაწინაურებაზე, მაგრამ განვითარება, ხო? ანუ უფრო მეტმა ადამიანმა იცოდეს თქვენი ბიზნესის შესახებ, უფრო მასშტაბური იყოს, ხო? აქ იწყება სიტუაციების გამოსწორება. აქ აშკარად იწყება ის მომენტი, როდესაც მოგიწევთ ერთ ადგილას თუ გაჩერდით და თუ კიდევ ერთხელ გონებით თუ ერთ ადგილას იყავით გაჩერებული და რაღაც აი მიაღწიეთ რაღაც საფეხურს და იმ საფეხურის იქეთ განვითარების მომენტი აღარ იყო, აქ უკვე ესე ვიტყოდი, რომ დაიძრება ახალი ეტაპისთვის და ჩემთან მგონი სიმხლე წავიდა. და დაიძრება ახალი ეტაპი. ერთი წამით გამოვასწორებ ხარვეს. ბათის გიხდით. და ახალი გზები გამოჩნდება პირველი ვარიანტისთვის. აი ზუსტად ისეთი მომენტი არის, როდესაც მიხვდებით, რომ ესე უქმად ჯდომა და მარტო იმაზე ორიენტაცია ხარ, რაც გაქვთ შენარჩუნებაზე, არ არის მიზანშეწონილი და რა თქმა უნდა, უფრო წინ წახვალთ და უფრო მეტად ეცდებით, რომ ახალი იდეები მოიფიქროთ. რაც შეეხება პირად ურთიერთობასთან დაკავშირებით, აქ არის ისეთი მომენტი, როდესაც არ ვიცი პირად ურთიერთობაში აშკარად ვიღაცები მოიშორებენ ზედმეტ ვალდებულებებს, ანუ ვალდებულებებს რა კუთხით. თუ თქვენზე იყო დაყრდნობილი თქვენი პირადი ურთიერთობის სრული 100%-იანი მართვა, გეტყვით, რომ აქ შესაძლებელია თქვათ, რომ მე აღარ მინდა ეს სიტუაცია და მოდი ხა რაღაცა ნაწილობრივად შენც გადაიბარე, ხო? თუ მარტო მე არ უნდა მომდიოდეს იდეები, სად შეიძლება გავისწოროთ, სად შეიძლება წავიდეთ, ან რაღაცა გავაკეთოთ. აქ პირად ურთიერთობებში ესე გეტყვით, კიდე მოიშორებთ ზედმეტ ხალხსაც. თუ თქვენს ურთიერთობაში იყო ვინმე მესამე პირები, რომლებიც რაღაცნაირად უშლიდნენ ხელს თქვენს ურთიერთობას, ან უბრალოდ კეთილი სურველი მრჩევლები, ან უბრალოდ რაღაცა მეზობელი ნათესავი, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში აქ სიტუაციები, რომლებიც გიშლიდათ ხელს, რომ პირადი ურთიერთობის მდგომარეობა დაალაგებულიყო, ნელ-ნელა იწყებთ მოშორებას. ახლიდან რაღაცა თითქოს როგორი მომენტიც თუ კონფლიქტური სიტუაციები გქონდათ რაღაცა ისეთ მდგომარეობაში, იწყება განახლება სიტუაციის. ნუ შესაძლებელია პირად ურთიერთობაში ვიღაცისთვის არც, ანუ თქვათ, არ ყოლოდეთ პარტნიორი და თითქოს აი რაღაცა
დაბრკოლება გქონდათ, ხო? აი რაღაცნაირად ეს დაბრკოლება თითქოს იხსნება. ნუ შესაძლებელია ხა თავიდანვე ეს ენერგიები იმდენად ისე არის ვისთვის რა არის, ხო? ვიღაცისთვის შეიძლება ფსიქოლოგიური კუთხით გქონდათ გასაშვები, წარსული ტრამვები, ანუ წარსული ურთიერთობაში შიშების მდგომარეობა, ნუ ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა ჩაკეტილ ბედთან გქონდა, ხო? სიტუაცია და ნუ წმენდები გააკეთა და ადამიანი გამოვიდა მდგომარეობიდან. ან თქვენს პირად ურთიერთობასთან მიმართებაში იხსნება ახალი გზები, იხსნება ის სივრცე, რომელშიც უნდა შემოვიდეს ახალი ურთიერთობა, ახალი ენერგიები, ახალი წამოწყება სიყვარულის, ხო? კი ბატონო, თქვენთან მოვა ადამიანი, როგორც ჩანს, თქვენთან მოვა ადამიანი, მე ესე ვიტყოდი, საკმაოდ ცივი ჩამოყალიბებული, სტაბილური ადამიანი, რომელთანაც შესაძლებელია ეს ნახეთ, აი რაღაცა თქვენს სამსახურის ცვლასთან მიმართებაში იყოს თქვათ, ხვდებით, აი სამსახური შეიცვალეთ და იქ აღმოაჩინოთ ეს ადამიანი, ან უბრალოდ რაღაც ახალი ბიზნესის მდგომარეობა დაიწყეთ და იქ დაგეხმარათ რაღაცა. ნუ ყოველ შემთხვევაში თქვენ ამ ადამიანთან რაღაცა გექნებათ გადაკვეთის წერტილი სამუშაოს და სამსახურობრივი სიტუაციით. თქვენს კი ბატონო, თქვენთან ემოციები, რაღაცა აღგრძნობები, რაღაცა საინტერესო სიტუაციები შემოდის, ხო? ნუ ერთ მხრივ ესე ვთქვათ, თუ ყავთ პარტნიორი, თქვენი ურთიერთობა გამყარდება და ანუ განახლება მოხდება თქვენი ურთიერთობის უკვე რაღაცა დასტაბილურობისკენ და თუ არ ყავთ, ამ შემთხვევაში თქვენ ცხოვრებაში შემოვა ვინმე ადამიანი, რომელიც ძალიან სტაბილურ, ძალიან შვიდ, ძალიან ისეთ წყნარ ურთიერთობას შემოგთავაზებთ. რას უნდა ერიდოთ? ეცეთ რა უნდა ერიდოთ ყველაფერს რაც ჭყვიალებს, ხო? ნახეთ, აქ გააქვთ ის მომენტი, როდესაც რაღაცა კარიერული კუთხითაც გაჩნდება არხები, ფინანსური კუთხითაც ჩნდება არხები, რა თქმა უნდა, ურთიერთობაშიც აგერ შემოდის, ხო? აქ უფრო რა მომენტს უნდა ერიდოთ? იცით, უნდა ერიდოთ სიტუაციას, როდესაც ყველაფერი რაც ჭყვიალებს, თუ ჭყვიალებს, არ არის ოქრო, ხო? ამიტომ ძალიან კარგად უნდა დააკვირდეთ იმ სიტუაციებს, რა სიტუაციებიც თქვენს გარშემო არის. შეიძლება ადამიანებმა რაღაცა სიტყვიერად გითხრან ისეთი მაღალფარდოვანი სიტყვები, თქვა თქვენს გვერდით არის თქვენ, მაგრამ აუცილებლად გადაამოწმეთ და გადახედეთ რამდენად გაგიმართლებენ იმედებს, ხო? ხა ნახეთ, მოდით ესე გეტყვით, ადამიანი, რომელმაც ერთხელ გაგიცვათ იმედი და თქვა არ დაგეხმარათ და გიღალატათ და რაღაცა ისეთი მომენტი, როდესაც გჭირდებოდათ დახმარებათ, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ეს მეგობარი იქნება, ოჯახის წევრი იქნება, თუ ვინც არ უნდა იყოს, ვინაც კოლეგა, ხო? და რაღაცა დაგაყენათ ისეთი სიტუაციაში, რომ მე მოგიწევთ თავიდან ყველაფრის დაწყება, ეს ადამიანი არც ახლა არ დაგეხმარებათ. შეიძლება რაღაცა დოზით უბრალოდ აინტერესებდეს სადამდე მიხვალთ და ნუ თქვენი სივრცეში რაღაცა ახლოს იყოს, რომ გაიგოს შიგნით რა ასაკეთებთ და როგორ აკეთებთ და თქვენი ინფორმაციები მოიპაროს. ამიტომ აქ ერიდეთ ისეთ ადამიანებს, ისეთ სიტუაციებს, რომელიც თითქოს და გპირდებათ რაღაცა საოცრებებს, იმიტომ რომ ეს შეიძლება რაღაცნაირად მერე მოხდეს პრობლემა, ხო? ერიდეთ ზედმეტად გახსნილობას, ესე ვთქვათ. ერიდეთ, რომ როგორ ვკითხათ, ნახეთ, თქვენი ცხოვრება იყოს ძალიან ისე ცოტა ჩარჩოებში ჩასვით და იმ ჩარჩოების მარჯვნიდან მარცხნიდან ანუ არ გადმოიყვანოთ არავინ და არაფერი და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ თქვენი სივრცეში არ ჩაახედოთ ზედმეტად ანუ არავინ, იმიტომ რომ აქ შესაძლებელია ადამიანმა ვიღაცა მოიპაროს თქვენი იდეა, თქვენი რაღაცა ფიქრები, ხო? რაღაც თქვათ გაქვთ პროექტი, რომელიც თქვათ გინდათ რომ განახორციელოთ, ამაზე დაიწყეთ ლაპარაკი და შესაბამისად ეს პროექტი ვარდება, ხო? რატო ვარდება? იმიტომ რომ ეს ადამიანმა ან მოიპარა თქვენი იდეები, ან შეიძლება რაღაცა მიზანმიმართულად უბრალოდ ჩაუთქვა, თუნდაც რომ აი ამ ადამიანს ეს არ გამოუვიდეს. ნუ სამწუხაროდ ჩვენ და არიან მსგავსი ბოროტი ადამიანებიც და ნუ მაქსიმალურად უნდა ერიდეთ.
ხო? ანუ ყოველთვის სანამ რაღაცას გააკეთებთ, გადაამოწმეთ რამდენად სანდოა ადამიანი, ხო? ან სანდოა ის სიტუაცია, ან სანდოა რაღაცნაირად არის ის მომენტი, შეიძლება ბანკში მიხვიდეთ, ხო? კარგად გადაიკითხეთ კონტრაქტი, რას გთავაზობენ, ხო? შეიძლება რომ ძალიან იჩქაროთ რაღაც სახარბიელო იდეა, სახარბიელო ვარიანტი ის მდგომარეობა იყოს, მაგრამ აღმოჩნდეს თქვენთვის მერე უკვე დამაზარალებელი, ხო? აი მაქსიმალურად ეცადეთ, რომ მეზადმეტად არავინ არ ჩარიოთ და მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ესე გადახედოთ სიტუაცია. რა გაგახარებთ? თქვენი მიზნები. თქვენი მიზნების მიღწევა, თქვენი მიზნების დალაგება, ხო? რა გაგახარებთ? სამყარო ნახეთ როგორი მომენტია. ესე ვთქვათ, შეიძლება სამყარო გამოგიგზავნოთ ესეთი სიტუაცია, როდესაც ცხოვრება რაშიც იგრძენით დანაკლისი, რაშიც იგრძენით ტკივილი, აი ამ ყველაფერში სამყარომ მოატრიალოს სიტუაცია და აი ეს რაღაც ოცნებები, რომელიც გგონიათ, რომ აი აღარასოდეს აღარ იქნება და აღარ დაალაგდება და არაფერი არ გამოვა, რაღაცა სტაბილურობაში მოიყვანოს, ხო, თითქოს და თქვენს ცხოვრებაში, თქვენს მდგომარეობაში უეცარი, ეს რა ვთქვათ, უეცარი საჩუქრები გექნებათ სამყაროსგან, რომელიც მოგიტანთ ძალიან დიდ სიმშვიდეს, ხო, რაღაცნაირად ბედნიერებას, ესე რა ვთქვათ. რა გაგახარებთ? ანუ გაგახარებთ ის, რომ თქვენ აი კიდევ ერთხელ გეტყვით, აქ ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა გულის ტკივილი ძალიან ისეთი იყო, არ ვიცი, ხო ვიღაცის მატერიალური კუთხით იყო, ვიღაცისთვის რაღაც კარიერული და პირადული, ყოველ შემთხვევაში ის, რაც თქვენს ცხოვრებაში ტკივნეული მდგომარეობა იყო, სამყარო ეცდება, რომ გაგახაროთ იმით, რომ მოგიყვანოთ სტაბილურობაში, მოგცეთ რაღაცა დადებითი ენერგიები და აქ უფრო რაღაც მომენტში ესე ვიტყოდი, რომ თუ თქვენ განსაკუთრებით შიში მატერიალური კუთხით გაქვთ რაღაცნაირად დაგიბალანსოთ და მოგცეთ გაცნობიერება, საიდან რა შეიძლება შემოვიდეს, საიდან რა შეიძლება როგორ დაალაგდეს და რა თქმა უნდა მოგცეთ, ხო, რაღაცა თუნდაც ხა ესე ჰაერიდან არ ჩამოვარდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში სამყარო მოგცემთ მინიშნებებს, რა შეიძლება გააკეთოთ და როგორ შეიძლება გააკეთოთ, რომ ამ სიტუაციიდან გამოხვიდეთ. და რჩევა თქვენთვის. რაც შეეხება რჩევას თქვენთვის, მე ესე გეტყვით, რომ სამყარო გირჩევთ, რომ ის რაც ზუსტად საიდანაც დავიწყეთ, რომ თქვენ იწყებთ მუშაობას იმაზე, რომ რაღაცები რაც არ გემსახურებათ, დაასრულოთ და აღარ გადაიტანოთ შემდეგ წელს, სამყარო ზუსტად იგივეს გეუბნებათ, რომ ყველაფერი ის რაც აღარ გემსახურებათ, დატოვეთ ამ წელსში, დაამთავრეთ ამ წელსში, იმიტომ რომ ეს შეიძლება თქვენთვის იყოს დამაზიანებელი, ხო? ანუ რატო უნდა გადაიტანოთ ის ყველაფერი, რაც თქვენთვის არ იყო საინტერესო, რაც თქვენთვის მტკივნეული იყო, ხო? აქ სამყარო გეუბნებათ, რომ დაასრულეთ რაღაცნაირად თქვენი ემოციური მდგომარეობა, თქვენი, ანუ ნახეთ, ყველაფერი ის, რაც უკვე აღარ გემსახურებათ, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამსახური იქნება, პირადი ურთიერთობა იქნება, თუ რა იქნება, ყველაფერი დატოვეთ ამ წელს იმისთვის, რომ იქ წელს გადახვიდეთ კარგი ენერგიებით, ხო? ეს არის დეკემბერი არის თქვენთვის განახლების, გააქტიურების, გადაფასების, დაალაგების თვე, ესე რა ვთქვათ, ხო? რაღაცა თვის ბოლო, სადაც ყველანაირად იხურება ყველა ის კარები, რომელიც თქვენთვის აღარ მუშაობს, ხო? თქვენთვის იქედან სინათლეს აღარ გამოასხივებს. მოკლედ ესეთი რჩევაც ქონდა თქვენს სამყაროს. პირველ ვარიანტს დაგემშვიდობებით და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ნახოთ მეორე ვარიანტში რა იქნება. შევხედოთ. ვინც აირჩიეთ მეორე ვარიანტი. მოდით ნახოთ. დეკემბრის თვე. დეკემბრის თვეში. მეორე ვარიანტისთვის ზოგადი ენერგიები, ფინანსები.
კარიერა, რა თქმა უნდა, პირადი ურთიერთობები არ გაჩერდა ვიღაცთან. რას უნდა ერიდოთ, რა გაგახარებთ და რა თქმა უნდა თქვენთვისაც რჩევა. ნახოთ. დავიწყოთ პირადი ენერგიები, ანუ ზოგადად როგორი ენერგიები იქნება დეკემბრის თვე თქვენთვის. როგორი იქნება ენერგეტიკულად დეკემბრის თვე თქვენთვის, მეორე ვარიანტი. აი აქ იქნება განახლების პერიოდი, ანუ თუ თქვენ უკვე ნახეთ აქ როგორი მომენტია. თუ თქვენ კერადა თქვენ უკვე ძალიან ბევრი რაღაცა დეკემბრის თვემდე გქონდათ ძალიან კრიზისული პერიოდი შეიძლება ითქვას. გქონდათ ემოციური მდგომარეობა ძალიან რთული. ფინანსური მდგომარეობა ძალიან რთულად, ხო? სამყარო გეუბნებათ, რომ დეკემბრის თვეში თქვენთან იწყება უკვე განახლება. აქ იწყება უკვე როგორი სიტუაცია, ცით ნახეთ, დასრულდა, დაინგრა, რაც დასანგრევი იყო და ვიწყებთ ახალ მშენებლობას, ახალ ენერგიებს, ახალ წამოწყებას, ხო, რაღაცა შეიძლება ვიღაცისთვის აქ ჯანმრთელობის პრობლემაც იყო და სამყარო გეუბნებათ, რომ ნუ ახლა დეკემბერში მოგცემს იმის საშუალებას, რომ ეს შენი ჯანმრთელობის პრობლემა იყოს გამოსწორებული, ხო? ანუ ვიმკურნალეთ, ანუ ნახეთ, რეაბილიტაცია გავიარეთ, რაღაცა ძალიან რთული პერიოდი გქონდა ნოემბრის ბოლომდე და დეკემბერი არის რეაბილიტაციის, წინსვლის და ენერგიის აღდგენის პერიოდი, ხო? რაღაცა ეს მომენტი გვესახება. ნახოთ, აბა კიდე რა ენერგიებია. ახალი ეტაპი, ახალი ენერგიები, შევსება ენერგეტიკულად, მატერიალურად, რაღაცა სტაბილურობის შეგრძნება და დალაგება და გონიერება. ნახეთ, აქ მე ესე გეტყვით, რომ დეკემბრის თვე ზოგადი ენერგიებით არის საკმაოდ ძლიერი, იმიტომ რომ თქვენს ცხოვრებაში ფაქტიურად თუ დეკემბერში პირველ ვარიანტში უნდა ჩამოიშოროს და ჩამოანგრიოს რაღაცეები, თქვენ უკვე ჩამონგრეული გაქვთ, უკვე დასრულებულია ეს ნგრევა, უკვე მიიღეთ რაც მიიღეთ, თქვა თქვენი ფსიქოლოგიური სიტუაციით ტრავმა თუ ესე ვთქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებაში თუ ფინანსურ მდგომარეობაში, ანუ ყველა მკუთხით რაც კი შეიძლებოდა დანგრეულიყო, გაფუჭებულიყო და მოგშორებოდათ, ყველაფერი ჩამოიშორეთ უკვე ესე რომ ვთქვათ დეკემბრამდე და დეკემბერი არის თქვენთვის უკვე რაღაცა ახალი ენერგიების, ახალი ეტაპების, ახალი წამოწყებების და ახალი ემოციების მომტანი, ხო? აქ მე ესე ვეთქვით, რომ დეკემბერსა ფინანსურადაც საკმაოდ ისეთი საინტერესო გექნებათ, იმიტომ რომ თქვენ თვითონაც მზად ხართ, რაციონალურად მოიქცეთ, ანუ ყველაფერი გადაალაგოთ თქვენი დრო, სად რამდენი დრო გჭირდებათ და რას გირჩევნიათ, რომ დაუთმოთ, ვთქვათ, ხო, რაღაცა თქვენს თავს რამდენი სჭირდება თქვენი ემოციებისთვის, თქვენი სულიერი განვითარებისთვის, ხო? აქ უკვე რაღაცნაირად, ესე ვთქვათ, დეკემბერი თქვენთვის რაღაც გამოჯამთელების და უკვე მშენებლობის პერიოდი იწყება, ესე რომ ვთქვათ. ნახოთ, ფინანსები რას გვეტყვის. ნუ ფინანსები, ახალი იდეები, ახალი წამოწყებები, ახალი სიტუაციები, სტაბილური მდგომარეობა, ესე რომ ვთქვათ, შეიძლება ითქვას. აქ აშკარად თქვენთან შემოდის რაღაცა სიახლეები, რომელიც ფინანსურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ, სტაბილურობასაც მოგიტანთ, უბრალოდ აქ ერიდეთ ადამიანებს, რომელმაც შეიძლება რაღაცა მოდით ნახოთ. ხო, ანუ აქ აუცილებლად გონება ჩართეთ და ერიდეთ ადამიანებს, რომლებიც შეიძლება თქვენ ესე ნახეთ, გვერდიდან გიყურებენ ხოლმე და როდესაც თქვენ სიახლეები შემოდის და რაღაცა კარგად გქნათ თავს, მაშინვე შემოიკრიბებიან ხოლმე, ხო, თქვენ ნახეთ, გადახედეთ. ნუ ანუ ნახეთ, ისედაც სამყარო რაღაცა ამდენი ნგრევა გამოგატარათ და ეხა ცდილობს რომ აგიშენოთ, ხო, რაღაც ეს თქვენი ცხოვრება. აქ სამყარო გეუბნებათ, რომ ნუ დაუშვებთ შეცდომას იმასთან მიმართებაში, რომ თქვენი გონება
ამოშალოს და თქვა პატიების მომენტები, როდესაც არის ხო, ну აი კი მაწყენინა, კი მატკინა, კი გადამიარა, ხშირად ყოფილა, რომ აი ისეთ რაღაცები მოუყოლიათ, რომ აი ისეთ რაღაცები გადამხდენია და მე მას მაინც პატიობ, არა ჩამოკარგებო, არავის, ანუ ნახეთ, მე არ ვიცი ხო სამაგერო ვინმეს უნდა გადაუხადოთ, უბრალოდ გაუშვით თქვენგან, თუმცა პატიებასთან მიმართებაში მე ცოტა სხვანაირად ვუყურებ, იმიტომ რომ თუ მე ვპატიობ, მაშინ სამყარო პასუხს არავის აღარ სცემს და თუ მე არ ვპატიობ, მაგრამ მე ჩემ ცხოვრებიდან უბრალოდ ვუშვებ ადამიანს, ხო? მაშინ ყველას თავისი მიეზღება აუცილებლად. და აქ ზუსტად ეს მომენტი არის, თუ თქვენს გარშემო იქნებიან ისეთი სიტუაციები და ისეთი ადამიანები განსაკუთრებით ფინანსურად ხშირად თხოვნა, რომ აი მე მომეცი და მით უმეტეს ახლა ისეთი პერიოდი არის, რომ ბევრს დასჭირდება, ხო? რაღაც ცესხები. თუმცა თქვენ არ დაგაუწყოთ ის, რომ თქვენ ცხოვრებაში თქვენ როცა გჭირდებათ რაღაცა, ვინ გიდგათ და როგორ გიდგათ, ხო, გვერდში, ამიტომ როგორც კი დაიწყოთ მაღლა აწევას, შეხედეთ იმ სიტუაციას, რომ შესაბამისად რაღაც ისე არ მოხდეს, რომ თქვენ ისევ იგივე სიტუაციაში ჩაიგდეთ თავი. კარიერული კუთხით. კარიერული კუთხითაც მე ესე გეტყვით, რომ გექნებათ აღიარება, გექნებათ წინსვლა. თუ თქვენ რაღაცა თქვენი საქმე და ბიზნესი გაქვთ, რა თქმა უნდა, ეს ბიზნესი დაიწყებს აღმავლობას, თუ თქვენ უბრალოდ ხართ რაღაცა სამსახურში, იქაც მოხდება ისე, რომ დაინახავენ და გამოჩნდება თქვენი ესე ვთქვათ, წინსვლის პერსპექტივა, ესე ვთქვათ, თქვენი გონიერებით, თქვენი გაანალიზებით, თქვენი დაკვირვებულობით, თქვენ შეძლებთ, რომ წინ წახვიდეთ, ხომ? უკვე სამართლიანადაც კი გეკუთვნით, ესე რომ ვთქვათ. ან უკვე სამყარო, ესე ვთქვათ, კარმულადაც გეკუთვნით წინსვლა, იმიტომ რომ შეიძლება ისეთი კიდევ ერთხელ გონით ისეთი სიტუაციები გაქვთ გადავლილი შეიძლება ითქვას, აქ თქვენ გონებაზე უფრო მეტია დამოკიდებული. ნახეთ, თქვენ რამდენად იმუშავებთ, თქვენ რამდენად მზად ხართ, ხო? იმიტომ რომ სამყარო გეუბნებით, რომ მზად ხართ უკვე რომ იმოქმედოთ და წინ წახვიდეთ და თქვენ რამდენად გააკეთეთ ამ ყველაფერს, კიდევ იგივე სიტუაციას ხო არ გაიმეორებთ, ხო? აი ეს მომენტი არის. რაც შეეხება პირად ურთიერთობასთან მიმართებაში, გეტყვით, რომ პირად ურთიერთობაში ახალი ურთიერთობა იქნება? მოდით ნახოთ აბა რაღაცა. პირად ურთიერთობასთან მიმართებაშიც მე ესე ვიტყოდი, რომ ძალიან კმაყოფილი იქნებით, მაგრამ აქ როგორი მომენტია, იცით, აი პირად ურთიერთობასთან მიმართებაში შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ნახეთ როგორი მომენტია. უფრო მეტად ამ თვეში მე ესე ვიტყოდი, რომ გადართული იქნებით ფინანსური კუთხით და მატერიალური კუთხით. აქ რაღაც მომენტში ესეც შეიძლება ითქვას, რომ პირადი ურთიერთობის კუთხით შეიძლება კი ბატონო დაალაგდეს და თქვენ ცხოვრებაშიც ძალიან ისეთი სტაბილურობისკენ წავიდეს, მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია, ზუსტად რომ დაბალანსებას ისწავლით პირად ურთიერთობასა და ფინანსებს შორის. აი სად ხშირად არის ხოლმე ესეთი მომენტი, რომ თუ ძირითადად ქალბატონებშია ხოლმე ეს მომენტი, როდესაც კარიერულად მაღალ საფეხურზე გადიან, სამწუხაროდ პირად ურთიერთობასთან მიმართებაში მე რაღაცა ძალიან ბევრი პრობლემა. ან პირიქით, თუ პირად ურთიერთობაში კარგი დაალაგებული აქვს ყველაფერი, კარიერაში ცოტა არ იყოს და ფინანსებში მოიკოჭლებს სიტუაცია. მაგრამ აქ რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, რომ თქვენი იმდენი ხანი მე ესე გეტყვით, რომ შეიძლება აქ სადღაც მინიმუმ 5 თვე ისეთ სიტუაციაში გამოიარეთ, რომ ისწავლეთ უკვე რა როგორ და რანაირად, ხო, განსაკუთრებით აი მე უფრო ესე ვიტყვი, რომ სადღაც აი 5 თვე ეს რაღაც, მაგრამ ყველაზე ისეთი მომენტი, სადღაც სექტემბრიდან ნოემბრის ბოლომდე იყო ისეთი მდგომარეობა, როდესაც აი ფაქტურად შეიძლება ხელი ჩაგექნიათ ყველაფერზე. და აი აქ უკვე პირადსა და ფინანსებს შორის დაბალანსებასაც პოულობთ და თქვენს ურთიერთობაში მე ესე ვიტყვი, რომ თუ ხართ ურთიერთობაში ძალიან სტაბილური და ძალიან კარგი ურთიერთობა გექნებათ, თუ არ ხართ თქვენ ცხოვრებაში შემოდის ისეთი ადამიანი, რომელიც ძალიან დიდ სტაბილურობას მოიტანს, ხო, თითქოს რაღაცა თქვენ ერთმანეთთან იქნებით, იცით, როგორი აი
ერთმანეთის ხიდი, ხო? ანუ თქვათ თქვენ დაგჭირდებათ, არ აქვს მნიშვნელობა ეს დახმარება მატერიალური იქნება თუ სულიერი. თქვენ დაგჭირდებათ ეს ადამიანი რაღაცა ემოციური კუთხით, თუნდაც რაღაცა შემართება მოგცეთ, ის დაგეხმარებათ. თქვენ იმას დასჭირდებით თქვენ, ანუ რაღაცა დაბალანსებული ურთიერთობა, სადაც საკმაოდ ისეთი თვითშეფასების მდგომარეობაც მაღალ საფეხურზე გადადის. კი ბატონო, აქ აშკარად მეორე ვარიანტმა გამოიარა ძალიან დიდი კარმული ვალების მდგომარეობა და ეხლა უკვე იწყება თქვენი ნელ-ნელა აღმავლობა. რას უნდა ერიდოთ? ხო, აი, უნდა ერიდოთ თქვენს როგორც ასეთი სიტუაცია, სადაც თქვენს მიზნებს ვინმე წაებოდინოს, ხო? მეორე მხრივ უნდა ერიდოთ შიშებს. ნახეთ, მეორე რა მომენტია ეს შიშების მდგომარეობა. რაღაცნაირად, ხა, მოდით ესე ვთქვათ, როდესაც ადამიანი რაღაც საფეხურებზე ადის, ყოველთვის არის რაღაც, ესე ვთქვათ, შეფერხებები, შეიძლება პრობლემები, შეიძლება ვიღაცა ხელოვნურად შექმნილი სიტუაციები. ამიტომ თუ თქვენ რაღაცა გაქვთ ეს მომენტი, რომ რაღაც შიშების მდგომარეობა ჯერ კიდევ გაქვთ, რომ ნახეთ, თან ესეთი რთულია, ხო, ხა, როცა რთული სიტუაცია გაქვთ და ბოლო პერიოდი განსაკუთრებით ძალიან მძიმედ გაიარეთ, ხა უცებ დარწმუნდა, ანუ იყოთ ისეთი ენერგიით, რომ აი ყველაფერი კარგად იქნება და უცბად თქვენ ამ ფიქრებით, ანუ წარსულის რაღაცა თუნდაც რამოდენიმე თვის წინ რა მდგომარეობა იყო, არ გაგახსენდეთ ან ისეთი არ ხდება, ხო, ესე ამოშლა, ამნეზია არავის არ ემართება ესე მარტივად. აქ ის მომენტი არის, უნდა ერიდოთ იმას, რომ ისევ არ დაიწყოთ ფიქრი იმაზე და შიშებზე, რომ აი როგორ უნდა გაკეთდეს, რა უნდა გაკეთდეს, რაღაცები რომ გამოგეგზავნება და მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ ამ ყველაფერს მოკიდოთ ხელი და მაქსიმალურად იშრომოთ საკუთარ თავზე, რომ წინ წახვიდეთ, ხო, ну თუ თქვენს სიტუაციაში ვიღაცა მოვა რაღაცა თხოვნით, რომელიც თქვენ ნახეთ, მოდით ესე კეთოთ, თხოვნით, რომელიც თქვენ თვლით, რომ არ უნდა დაეხმაროთ, ანუ არ უნდა დაეხმაროთ, როგორი მომენტია იცით, ნახეთ, მოვიდა ადამიანი, თქვათ, რაღაცა თხოვნით, ხო? ну, გააჩნია ხო ადამიანსაც, მაგრამ ახლა თქვენი პრიორიტეტები გადაწიოთ უკან და ამ ადამიანის საჭიროებები დააყენოთ წინ, გეტყვით სამყარო, რომ არ არის ესე რა, იმიტომ რომ აქამდე ესე მოხვედით და მიიღეთ კიდევაც ის, რაც მიიღეთ, ხო? ანუ ეხლა ცოტა მეტი დაუთმეთ თქვენს გამოჯანმრთელებას ბოლომდე, იმიტომ რომ აქ აშკარად სამყარო გაძლევს დეკემბრის თვეში იმის, რომ გამოჯანმრთელდეთ და ნახეთ როგორი მომენტია, თუ თქვენ გამოჯანმრთელდებით, მე უფრო მეტად დაეხმარებით ნებისმიერ ადამიანს თქვენს გარშემო. ამიტომ ნუ გაუშვებთ ხელიდან თქვენს გამოჯანმრთელების მდგომარეობას. ეს არ არის მარტო ჯანმრთელობა და თქვათ ორგანიზმზე, ხო? ეს არის მენტალურიც, ეს არის ფინანსურიც, ეს არის რაღაცა ყველაფერი ერთად. კარგით, რა გაგახარებთ? ну, აქ აშკარად სიყვარული, აქ აშკარად ემოციები, აქ გაგახარებთ სტაბილურობა ურთიერთობაში, პირადის დაალაგება განსაკუთრებულად, როგორც ჩანს, აქ ადამიანისთვის რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი არის პირადული საკითხები მეორე ვარიანტთან. და თქვენ გაგახარებთ ის, რომ განთავისუფლდებით ზედმეტი ემოციებისგან, ჩაკეტილი მდგომარეობისგან, თქვენ განთავისუფლდებით რაღაცა გაურკვევლობებისგან, ანუ თქვენთვის ამოიხსნება სიტუაციები. ნახეთ, ეს მომენტია, როდესაც თქვენს ცხოვრებაში ამოიხსნება სიტუაციები, რატო იყავით დაბრკოლებული, ხო, აქამდე რატო ხდებოდა ეს ნგრევის პროცესი, რატო იყო ეს რაღაცა თქვენთვის მძიმე პერიოდი, აქ ესე ვთქვათ, გაგახარებთ ის, რომ აი ამ ყველაფერთან ისედაც თავისუფლდებით და თან ამ განთავისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. რატო, რისთვის, როგორ, რანაირად, ხო? და აქ თითქოს რაღაცა ისეთ მომენტში ესე ვიტყოდი, რომ აი საბოლოო სიტუაციას, რომელიც
თქვენს გარშემო ტრიალებდა მატყუარა ადამიანებით, თქვათ, ხო, რაღაცა ნეგატივით ვიღაცისთვის შეიძლება რაღაცა ზედმეტად ჩარევით ვიღაცისთვის რაღაც ანუ ყველა ის დაზიანება, რომელიც თქვენს მიმართ ხდებოდა და თქვენი შიშები დაძლეული იქნება, გადალახული იქნება და განთავისუფლებული იქნებით. ანუ ესე ვიტყოდი, რომ დეკემბერი თქვენთვის კარმის დასასრული და ახალი ეტაპის დასაწყისი არის. და რჩება თქვენთვის განახლებას ხელი არ შეუშალოთ, განახლება ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ხანდახან შეიძლება ცოტა ბავშვურათაც მოიქცეთ, შეიძლება ცოტა უფრო მეტი ემოციებიც გქონდეთ და გეტყვით ის, რომ სამყარო, რომ თქვენ ხელშია ყველაფერი, თქვენ ხელშია ძალაუფლება, თქვენი თავის პირველ რიგში, ანუ თქვენ რა გინდათ და როგორ გინდათ ამის მიხედვით და ნუღა ჩაიგდებთ თავს რაღაცა გაურკვევლობებში, ხო? კარგად დააკვირდით და დაიწყეთ მოქმედება, დაიწყეთ მუშაობა საკუთარი სურვილების, საკუთარი მიზნების ასრულებისკენ. აქ ესე ვთქვათ, სამყარომ თავისი გააკეთა, ეხლა შანსს გაძლევთ და აქ უკვე თქვენზეც არის დამოკიდებული, თქვენ რამდენად ხართ მზად, რომ მიიღოთ ეს ყველაფერი სამყაროსგან და რამდენად ხართ მზად იმისთვის, რომ აქტიური იყოთ. ხვდებით, ახლა ძალიან რთულია, თქვათ, ადამიანის რო გუშინ ქონდა 40 სიცხე, დღეს თქვათ, შეიძლება არ ქონდეს 40 სიცხე და 36.5 ქონდეს თუ როგორც არის სწორი სიცხე, მაგრამ ფიზიკურად ვერ იქნება რაღაცა აქტიური მდგომარეობაში, ხო, რა, ყველაფერი შეუძლია და რაღაც, იმიტომ რომ ის რაღაცა ტკივილები და ის რაღაცა გუშინდელი სიცხე გამოყოლილი იქნება ყველა ვარიანტში, ხო, რაღაცა სისუსტე. და აი აქ ზუსტად ეს მომენტია, რომ სამყარო გირჩევთ, რომ ეს სისუსტე არ გამოამჟღავნოთ და მაქსიმალურად ებრძოლოთ ამ ყველაფერს, აი იმ სისუსტეს, რომ აღარ შემიძლია ბრძოლა და მოდი რა დავჭდები და რაც არის ეს არის და თავარია რომ აი გამოვედი იმ სიტუაციიდან და მოდი ცოტა ხანი ეხა მომვისუნთქო და მეერე დავიწყო, არა, აქ მეერე არ არის, აქ ეხლა ამ წუთას და ამ ეტაპზე გაქვთ იმის საშუალება, რომ თქვენ ცხოვრება შემოატრიალოთ, თქვენ და სასიკეთოთ, იმიტომ რომ სამყარო გეუბნებათ, რომ რაღაცეები, რაც დასასრულებელი გქონდათ, დასრულებული არს და მოკიდეთ ხელი, იმიტომ რომ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მართველი, ხო? სამყარო გეხმარებათ იმაში, რომ თქვენ ცხოვრება მართოთ და დაიწყოთ უკვე იმ რაკურსით, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. მოკლედ აი ესეთი გამოვიდა დღევანდელი გაშლა, არ ვიცი, მეტია ვინმესთვის საინტერესო იქნება და გეხმარებათ რაღაც ინფორმირებულად იყოთ და ყოველ შემთხვევაში რაღაცა კითხვებზე გაგეცით იმედია პასუხი. მე წარმატებას გისურვებ თითოეულ თქვენთანაც და ბედნიერებას, რა თქმა უნდა. როგორც გითხარით, შეგიძლიათ პირადი გაშლებისთვის მომმართოთ, კიდევ უფრო კარგად რომ დავამუშავოთ თქვენი საჭიროება, თქვენი სიტუაციები, სად რა გაქვთ დასამუშავებელი, როგორ რანაირად და როგორ შეიძლება ამ ყველაფერზე უფრო კარგად იმუშაოთ, ვისაც გჭირდებათ, თქვათ, წმენდები, რიტუალები, ასევე შეგიძლიათ მომმართოთ, ატარებ როგორც იცით წმენდის რიტუალებსაც, პირადი ურთიერთობების ფინანსური კუთხითაც და გაიუმჯობესეთ თქვენი ცხოვრება, ყველაფერი თქვენ ხელთ არის. წარმატებები კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთანაც და მადლობა რომ ჩემს გვერდით ხართ.